იუსტიციის სახლი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის 8 ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს და საერთო ჯამში იუსტიციის სახლის წარმომადგენლობის რაოდენობა 132-მდე გაიზრდება. რა ეტაპზეა ამ დროისათვის მშენებლობა და რა სიახლეებია სერვისების ხელმისაწვდომობის მიმართულებით იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია შემოგვიერთდება მაესტრო რეგიონების სტუდიაში. მოგესალმებით ბატონო ვახტანგ, მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. 8 ახალი ფილიალი წლის ბოლომდე სად შენდება ამ დროისათვის, სად მიმდინარეობს ობიექტებზე მუშაობა? როგორც მოგიხსენებათ, სერვისების მიწოდების ნაწილში იუსტიციის სახლი გახლავთ ყველაზე მსხვილი საჯარო დაწესებულება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს აწვდის სერვისს. აქედან გამომდინარე ხელმისაწვდომობის ზრდა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. წელს დაგეგმილია 8 ახალი ფილიალის გახსნა საქართველოს მასშტაბით. უახლოეს მომავალში იგეგმება საგარეჯოში იუსტიციის სახლის გახსნა, ასევე უნდა ითქვას, რომ აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა გლდანში, მცხეთაში, ახმეტაში, ტოლებში, ჭალაში. ამ ტერიტორიებზე რეალურად წლის ბოლომდე უკვე მშენებლობების პროცესი სრულად იქნება დასრულებული და ამ ტერიტორიაზე დასახლებულ მოქალაქეებსაც ექნებათ წვდომა იმ სერვისებზე, რა სერვისებსაც თავაზობს იუსტიციის სახლი ყველას. იუსტიციის სახლი მიდის მოქალაქეებთან. საინტერესოა პირველ რიგში ამ კონკრეტული პროექტების განხორციელების შემდეგ თუ ითვალისწინებს პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. კი, ბუნებრივია, ჩემს მიერ ჩამოთვლილ ქალაქებში და არა მარტო იმ ქალაქებში, სადაც ეხლა მიმდინარეობს მშენებლობა, არამედ სადაც უკვე იუსტიციის სახლები მოქმედებს, ყველგან ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმებული. ეს ბუნებრივია ხელს უწყობს იმას, რომ ეს ადამიანები თქვათ არიან დასაქმებულები და იღებენ შემოსავალს. მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ასევე იუსტიციის სახლის პრიორიტეტია, არის ამ ადამიანების პროფესიული ზრდა, განვითარება. ამ მიმართულებით იუსტიციის სახლი ძალიან დიდ რესურსს დებს. იქიდან გამომდინარე, რომ მოგეხსენებათ, კანონმდებლობა იცვლება და ასევე ჩვენ ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ ჩვენს მიერ გაცემული სერვისი იყოს მაღალი ხარისხის, ბუნებრივია. ყოველდღიურ რეჟიმში ხდება იმ საკითხების იდენტიფიცირება, სადაც ჩვენს თანამშრომლებს ჭირდებათ გადამზადება, მომზადება, შესაბამისად დგება შესაბამისი ტრენინგ კურსები და ბუნებრივია მიეწოდება ჩვენს თანამშრომლებს. ასე რომ ჩათვალეთ, რომ იუსტიციის სახლები არის შესაძლებლობა ადგილობრივი მოქალაქეებისთვის, შეიქმნას რაღაცა წრე ადამიანებისა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა და ამ ცოდნას ახმარს ბუნებრივია თანამოქალაქეებს. ძალიან საინტერესოა ფილიალები, იუსტიციის სახლის ფილიალები, რომელიც აუმჯობესებს სერვისების ხელმისაწვდომობას, თუმცა იუსტიციის სახლი მიდის უფრო შორს და მობილური იუსტიციის სახლები თითქმის სახლის კართან აკითხავს თითოეულ მოქალაქეს. საინტერესოა, რამდენად მნიშვნელოვანია სერვისების ხელმისაწვდომობის განვითარების კუთხით მობილური იუსტიციის სახლები და როგორ მუშაობს ეს პროექტი, რამდენად წარმატებულია. კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვაა, მადლობა კითხვისთვის. რეალურად ჩვენი კონცეფციის არსი არის ის, რომ ნებისმიერ ადამიანს ძალიან ახლოს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მიიღოს ის სერვისები, რომელსაც გასცემს იუსტიციის სახლი. ბუნებრივია, ყველგან ამ მშენებლობების წარმართვა შეუძლებელია, ამიტომ ჩვენ ავირჩიეთ ერთი საინტერესო გზა, როცა შეიქმნა პროექტი მობილური იუსტიციის სახლი. ასევე განსაზღვრულია ის ლოკაციები, სადაც არიან ხოლმე წარმოდგენილი მობილური იუსტიციის სახლის თანამშრომლები და ზოგადად მობილური იუსტიციის სახლები. დღიდან ამ პროექტის დაწყებისა სადღაც 162,000-ზე მეტმა მოქალაქეემ ისარგებლა მობილური იუსტიციის სახლის სერვისით. ყველაზე მთავარი ნიუანსი აქ არის ის, რომ მობილური იუსტიციის სახლები შეიძლება ზუსტად იგივე სერვისების 500-მდე სერვისის მიღება, რაც ჩვეულებრივ იუსტიციის სახლებში, თქვათ თბილისის იუსტიციის სახლში. ასე რომ ეს არის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ დროთა განმავლობაში 20 მობილური იუსტიციის სახლი გვაქვს ამ მომენტისთვის, გავზარდოთ ეს რაოდენობა, რათა კიდევ უფრო მეტ მოქალაქეს სახლთან ახლოს ჰქონდეს შესაძლებლობა იმისა, რომ მიიღოს ნებისმიერი სერვისი. აი საინტერესოა თქვენ ახსენეთ კონკრეტული ციფრი მოქალაქეებისა, რომელთაც ისარგებლეს. ზოგადად იუსტიციის სახლის მომსახურებით რამდენმა მოქალაქემ ისარგებლა, როგორ ითვლება ეს ციფრები და როგორ ანგარიშობთ თქვენ შემდგომში, იმიტომ რომ
თითოეულ მოქალაქეზე მორგებულია იუსტიციის სახლის სერვისები და აქედან გამომდინარე მომავალშიც მომსახურების სფეროში სწორედ მოქალაქეების რაოდენობით და მათი აქტივობებით ითვლება ეს ყველაფერი. ბატონო, იმისთვის რომ კიდევ ერთხელ გავიაზროთ თუ რამდენად მასშტაბური პროექტია ზოგადად იუსტიციის სახლი და რამდენად მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საქმეს აკეთებს, ამისთვის მარტო ისიც კმარო რომ შაშანდელი სტატისტიკა მოუშველიოთ. დაახლოებით 5,555,000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა შაშან იუსტიციის სახლის სერვისით. ასევე ჩვენ ვახსენეთ მობილური იუსტიციის სახლი, სადაც მოვიყვანეთ ასევე კონკრეტული ციფრები და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც იუსტიციის სახლმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად დაიწყო, ეს არის იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში. უკვე არსებობს საქართველოში რამოდენიმე პენიტენციური დაწესებულება, სადაც იმ ადამიანებს, ვინც იმყოფებიან როგორც თანამშრომლები, ისე პატიმრები, მათ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ იუსტიციის სახლის სერვისებით და წლის განმავლობაში კიდევ ძალიან ბევრ პენიტენციურ დაწესებულებაში გაიხსნება, ასე ვთქვათ, იუსტიციის სახლები. რეალურად ეს ციფრები მეტყველებს იმაზე, რომ იუსტიციის სახლის მნიშვნელობა ძალიან დიდია ქვეყნისთვის, ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვთქვათ, მოვდუნდეთ და პირიქით როგორც იზრდება იუსტიციის სახლების რაოდენობა, ასევე ახლო მომავალში გაიზრდება იმ სერვისების რაოდენობა, რომელიც ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლებში და რეალურად რაღაც ეტაპზე მივიღებთ იმ მოცემულობას, როცა ერთ შენობაში, ერთი ფანჯრის პრინციპით შესაძლებლობა ექნება მოქალაქეს და არა მარტო მოქალაქეს მიიღოს ყველა ის სასიცოცხლოდ და ასე ვთქვათ მეორე ხარისხოვანი სერვისები, რომელიც მას ვთქვათ ცხოვრებისეულად სჭირდება. ანუ, როდესაც ჩვენ საუბარში ვამბობთ, რომ იუსტიციის სახლი, მისი ფილიალები და თუნდაც იგივე მობილური იუსტიციის სახლები 500-მდე სერვისს თავაზობს მოქალაქეებს, ეს ციფრი შეიძლება სერვისების რაოდენობა გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობთ სხვა პარტნიორ უწყებებთან, იმისთვის რომ სერვისები გადმოვიდეს იუსტიციის სახლში და ეს იუსტიციის სახლში ახალი სერვისების დამატება არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ვთქვათ, ვიღაცა მოქალაქე მოდის ჩვენთან და იღებს ამ სერვისს. იუსტიციის სახლში სერვისების პორტირება ნიშნავს იმას, რომ სერვისების ხელმისაწვდომობა ბევრად უფრო მარტივდება და აქედან გამომდინარე მთელ საქართველოს ვფარავთ, ასე ვთქვათ. ასე რომ ეს არის სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და აქედან გამომდინარე ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა მოქალაქის, ყველა ადამიანის ცხოვრება გავამარტივოთ ამ მიმართულებით. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებთ ყველა ამ პროექტის განხორციელებაში. მაყურებელს შევახსენებ, რომ ვახტანგ ჟვანია იუსტიციის სახლის თავმჯდომარე პასუხობდა ჩვენს კითხვებს.